მიუხედავად იმისა, რომ აი მძიმე ისტორიაზე საუბრობდით ადამიანის რა შემთხვევა, მაინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად ქალბატონი მაია კოპალეიშვილი, რომელიც იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი ადეიშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ის აცხადებს, რომ ქართული ოცნება და პირადად ამბობს, რომ წულუკიანის კომისია ამას იყენებს ანგარიშსწორებისთვის, აი ამ კომისიას. თქვენი პასუხი რა იქნებოდა კოპალეიშვილის მისამართით? იცით რა, მაია კოპალეიშვილი და სხვები, რომლებსაც მოსამართლის მანტია, რაღაცა ბეტმენის ფორმა გონია, ვერასდროს ვეღარ იქნება მოსამართლე. იმიტომ რომ ის არ იმსახურებს იყოს მოსამართლე. ისინი აი ესეც იქნება ჩვენს დასკვნაში. ვიკულიეთ იცით რა, არიან თუ არა შეცვლილები, იხდიან თუ არა ბოდიშს, ნანობენ თუ არა. და ის რაც თვალსაჩინოდ ჩანდა, აღმოჩნდა რომ ეს წარმოდგენა კი არ არის, ეს რეალობა. მათ ერთი სული აქვთ, როდის მოbrunდებიან, რომ საქართველოში ეშაფოტები მოაწყონ. და ჩვენი ვალია ეს არ დაუშვათ. არც ერთი სინანული, არც ერთი რაღაცნაირად არის ესეთი შედარებით ახალი, ახლებურად გააზრებული დოქტრინაა თითქოს ძალიან საინტერესო სამართლებრივი. უფლება იყო დავიწყებული. არის ასე ქვია. უფლება იყო დავიწყებული ნიშნავს იმას, რომ როდესაც აი ესეთი დიდი უბედურებები მოხდება, შემდეგ როდესაც ძალით გაგწევენ თუ გაიწევი ხელისუფლებიდან და მონანიების გზას დაადგები, ან ჭრდილში ყოფნის გზას დაადგები, რაც ფორმა ასევე სინანულის, ხომ? იქ იკვეთება, საინტერესო კვლევები წავიკითხე ამას წინათ, რომ უნდა მოქცეს საზოგადოებამ უფლება, რომ თავი დაავიწყებინო მსხვერპლს. ამის უფლება უნდა მოქცეს, მაგრამ ესენი ჩვენ ამის უფლებას არ გვაძლევენ, არ გვასვენებენ და როდესაც ქრისტინე ქარდავა, პაატა ქარდავას, ქვეყნის ჯარისკაცის, სამხედრო დაზვერვის ოფიცრის წამების მერე შუა შავ ზღვაში, რომა შავათავას მოაბა ბეტონის ფილა და წყალში ჩაუშვა და დაახრჩო ნაწამები სამხედრო. იგივე გაუკეთეს დათო ცინდელიანს და სანდრო გირგვლიანს, გამცემლიძეს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს რა დამართეს და ბევრ სხვა ადამიანს. ეს მათთვის დღესაც ასაცილოა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ ჩვენ მათ არ დავუთმოთ ის, რისი დათმობაც არ შეიძლება, კერძოდ ხელისუფლება და ხელისუფლება შემოუნახოთ არჩევნების გზით გადასაცემად ჩვენზე უკეთეს ძალას, რომელსაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს.